ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვასთან და საკუთარ სამშობლოში დევნილობასთან ერთად აგვისტოს ომმა უმძიმესი ადამიანური ტრაგედიები გამოიწვია. დაბომბილი და გადამწვარი სახლები, ერთმანეთს დაშორებული ოჯახის წევრები და მსხვერპლი ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობაში. ომიდან 17 წლის თავზეც საოკუპაციო ხაზის გამყოფ სოფლებში რთული ვითარებაა. უკანონო დაკავებები, გადაადგილების უფლების შეზღუდვა და მცოცავი ოკუპაცია ადგილობრივების ყოველდღიურობაა. მოაბის გადამღები ჯგუფი ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში იმყოფებოდა და იმ ადამიანებს გაესაუბრა, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა და ომის სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადა. მძიმე დღეებს ადგილობრივები ემოციების გარეშე ვერც 17 წლის შემდეგ იხსენებენ. ნახეთ ნინო ფისაძის რეპორტაჟი. 1 აგვისტოდან უკვე დაიწყო შეტაკებები, სროლები, თავდასხმები ჩვენ სოფელზე და შემდეგ ინტენსიურად გაგრძელდა და უფრო მასირებული ხასიათი მიიღო. უფრო მასშტაბური ხდებოდა მათი, ასე ვთქვათ, თავდასხმები და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა ცხოვრება უკვე სოფელში. ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი ჯერ კიდევ 2008 წლის 1 აგვისტოს გახსნეს. ვითარება სოფელ დვანში 7 აგვისტოდან გამწვავდა. დაიბომბა დვანი და ფრისი, ასევე ყოფილი ზნაურის რაიონის სოფლები ავნები და ნული. მოსახლეობამ სოფლების დატოვება დაიწყო. ეს მავთულ ხვართები და ეგრეთ წოდებული საზღვრის აღნიშნული ბანერი ახლა სოფელდვან საქართველოს ოკუპირებულ ნაწილთან აშორებს. დაბომბილი და გადამწვარი სახლები 2008 წლის აგვისტოდან 17 წლის თავზე ომის კვალი ისევე ტყობა საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრეს სოფლებს. მძიმეა ომს გადარჩენილი ადამიანების ისტორიები. დაახლოებით 6-7 აგვისტოს უკვე თითქმის პიკს მიაღწია, უკვე გამოიყენეს მძიმე შეიარაღება, იყენებდნენ უკვე საარტილერიო, გახსნეს საარტილერიო ცეცხლი და რამოდენიმე სახლს დაეცა, დაინგრა და ფაქტიურად უკვე გაუსაძლისი გახდა ადამიანების მშვიდობიანი მოსახლეობის გაჩერება სოფელში და აი ფაქტიურად უკვე მერე 7 აგვისტოს შემდეგ 8 აგვისტოდან უკვე ყველა მხრიდან აქედან ცდილობდნენ შემოსვლას სოფელში და კონტროლის დამყარებას და ამავე დროს ერჩოდნენ მშვიდობიან მოსახლეობასაც, რა საკვირველია. იმის მიუხედავად, რომ გორის და ქარელის რაიონის სოფლები უკვე იბომბებოდა, ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ რუსული არმია საჰაერო იერიშს გორზეც მიიტანდა. პირველი ჭურვები გორის სიახლოვეს მთაზე და კომბინატის დასახლებაში ჩამოვარდა. 17 წლის წინ ეს კორპუსი ნანგრევებად იყო ქცეული. ნანგრევებში მოყვა ერთი ოჯახის 4 წევრი. კომბინატის დასახლებაში საავიაციო დაბომბვას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დალი დათუნაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. სახლი და ქალაქი არ დაუტოვებია არც მაშინ, როცა ქალაქში რუსი სამხედროები შემოვიდნენ. აქვე ვიყავი, აქვე. წუთში შებეთ ხო გეუნები, ეგრე სახლში, ოთახში. შუშაბანში ამათაც დინამთ და უცბად დაიგრიანა და მგონია რა არის და ეს აიქა მომატებული ჰქონდა იმ ხალხსა 2 ოთახი და ეგრევე დაიტანა დაბლა. და შიგ ჩაყვა იმისი შვილი, კიდე თავისი mulis რძალი ისინი და სვიგრები ჩაიხოცნენ მათ. კი. მეშინოდა ძალიან, ნამდვილად ვერ გავდიოდით. არ გამოდიოდა. არა, მეშინოდა ძალიან, იმიტომ რომ ოჯახს სულა კარგა ხანი. სულა შინთგვეძინა იქით ამბინის პადვალში მიმალებოდით ხოლმე ხანდისხანა რომ უკვე მთელი ბეძურობა იყო და რამე იყო და რა გვექნა. ფოტო იმ დღით არის იმ წუთას არის გადაღებული როგორც ემჩნევა, იმიტომ რომ ზვიადიც ადგილზეა და ეს ის დაჭრილია. შვილის სიცოცხლის ბოლო წუთები ამ ფოტომ შემოუნახა. მაკა მესტროფაშვილი 7 თვის ორსული იყო. ფოტოზე ჩანს მისი გარდაცვლილი მეუღლე, ზვიად რაზმაძეც. დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა ზვიადის და მაკას შვილი, 7 წლის დიტო რაზმაძე. დიტო ომმა ობლად აქცია. რუსული მოიერიშე თვითმფრინავიდან გასროლილი 2 ჭურვი ვერხვების დასახლებაში ერთმანეთის მიყოლებით ჩავარდა და ადამიანების ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ვინსად ეგდო დაჭრილები და ხოცილები ზოგი ყვირო და ზოგი მიშველეთ, მაგრამ მივდიოდი და ამ ცეცხლწაკიდებული ჩემი შვილის სახლს უყურებდი, რომ ცეცხლის ალი გამოდიოდა. წავედით მე ჩვენ ჰოსპიტალში და ჩემი შვილის საოპერაციოში ყავდათ გაყვანილი. ორსული იყო 7 თვის ფეხმძიმე იყო. ხო და მითხრეს მე რომ
წაუყვანიათ მიმღებამდე გონზე იყო და ყიროდა ბავშვი მიპოვეთ, ხომ ბავშვი მომიყვანეთ, ნუ ბავშვს ეძებდა, დიტოს ეძებდა ძირითადად და მიმღებში უკვე გაითიშა და მას მერე საოპერაციაში გაიყვანეს და მერე სულ რაღაც 3 საათის მერე დაიღუპა. დიტო იმის მერე ჩვენ გავზარდეთ, ჩვენთან იზრდებოდა და ამთავრა სკოლა. მაგრამ ესეთი სტრესის გადამტანი ბავშვი ძალიან დასტრესილი იყო მთელი ცხოვრება და დღემდეც მოსდევს ახლაც. რუსულ აგრესია შეწირული ოჯახის წევრები, დანგრეული და გადამწვარი სოფლები და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული ოჯახები. ახლიდან დაწყებული ცხოვრება საკუთარი სახლიდან შორს დევნილთა ჩასახლებებში გრძელდება 150,000-ზე მეტი ადამიანისთვის. იმ იმედით, რომ დაბრუნდებიან. დრო ამ ადამიანების ვერც ტკივილს და ვერც დაბრუნების სურვილს ანელებს. მე ვარ ორგზის დევნილი. პირველი თაობის დევნილი 91 წლიდან, მერე მეორედ ქალაქ ცხინვალიდან და მეორედ უკვე 2008 წლის დევნილი გახლა ვარ. 2008 წლის ომმა, ესე იგი, ისევ ხელმეორედ, ის ტკივილი დამიბრუნა, რაც მაშინ 91 წელს რომ განვიცადე. უფრო მეტად, იმიტომ რომ მაშინ ერთი ქალაქი იყო დაკარგული და მერე უკვე ერთობლივად ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიებიდან 135 სოფელი დაიკარგა. ყველაფერი თუ კი რაიმე ცუდი შეიძლება და მომხდარიყო ჩვენ თავზე გადაიარა. მოსახლეობა აიყარა და დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, ზოგისად მოედო, ზოგისად მერე განადგურდა სახლები, 160 სახლი დაწვეს, პლუს ამას დანგრეული მეურნეობა, ყველაფერი მოსპეს და გაანადგურეს. ადამიანები დახოცეს, ჩემი მეზობელი გიგო პაპა საკუთარ ლოგინში გამოწვეს. ეს რა თქმა უნდა ძალიან ძნელი გასახსენებელია, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ რომ გავიხსენოთ, ყოველ წელს გავიხსენოთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ეროვნული მეხსიერება, შენახვა ეროვნული მეხსიერების და სამომავლობისთვის გადაცემა. გამოსულა ძალიან დიდი შიშის ქვეშ მოგვიწია, ასე რომ რაც გვესვა იმ ტანსაცმელით, გამოვედით. დარჩა ყველაფერი აბსოლუტურად საქონელი, სახლი, კარი, ბაღები, სულ სავსე დარჩა. მე ის იმედი არ დამიკარგავს, რომ იქ დავბრუნდები. ახალგაზრდობამ სულ არ უნდა დაგარგოს ეგ იმედი და უნდა დაბრუნდნენ იქ. ის ისეთი ადგილია, რომელიც იგი ქართველმა არ უნდა მიატოვოს. ასეთია რუსული ოკუპაციის შედეგები, ომის, რომელიც 8 აგვისტომდე ბევრად ადრე დაიწყო და დღესაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გრძელდება.